Polonchi ფასიანი დუშებია მაგალითად და აი ხანია, ეხა მე წელიწადია არ გადამოწია დუში ფული და ალბათო აქ როგორი დუშია. აი როგორი დუშებია აქ. ალბათ. ფასიანი 10 ზლოტი. ანუ ესე იღებ. აი ესე აწერია ნომერი გააღებ და ალბათო სიჩუქთავე კოხთან დავაღაზოთ. აი უკანა მხრიდან იყო დუში. აი ეს არის კალონკა, დიდი პარკინგი, მაღაზია ჟაბკა. უფრო სივრცეა ხოლმე რა პოლონეთში იმაში. ხა არის თუ არა ყველგან ესეთი მოტოციკლებური დუშები არა ხალხო რა თქმა უნდა არა. ახლა ევროპა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველგან ყველაფერი მაგრადაა. რა უბრალოდ უნდა კონდე დამოღამებული წინასწარ უნდა არჩევდე თქვათ Google-ში ფოტოები და რაღაცები და როცა დამოღამებულიო და არჩევთ. გინდა პარკინგს, გინდა მაღაზიას, გინდა რაღაცას უკვე ნაკლები შანსია რომ რამე ცუდი შეგხვდეთ რა. თუ ცუდ დუში მესმანა ხანი საფრანგეთში მაგალითად უფასოა ყველგან და კაი დუშებია პრინციპში, მაგრამ ხანი არის არ არის დალაგებული. ან მარტო ცხელი წყალი მოდის და ცივი არ მოდის დაითუთქე ბიჭი. არის კაცო ყველაფერი ხდება, მაგრამ როცა აწყობ უკვე და იცი. მე უკვე ესე იმაშვები რა. ეხლა აქ შევალ კიდე რაღაცებს ვიღებ, შემანქანა ეგერა. პარკები და ისინი არის რა და საერთოდ ბავშვო მოედნები და ესეც საბავშვო მოედნები და რაღაცები. ამ ხელა პარკინგია ნახე 1 რიადი 2 3 4. კი, ყველა ასეთი არ არის, ყველა არა. ანუ როცა ვიცი რომ არის ესეთი და მონიშნული მანდ წინასწარ ვეძებ, შეიძლება თო. ახლა სავსეა ხოლმე აქ პატარა მანქანები და ასტადგილებში და აქაც სავსეა ხოლმე ხალხი და ძაღლების და რა ვიცი, ფურთხლების და ყველაფერი მოდის და აი ხვალე განახებთ პერეცები მაქვს ახლა რა. ხვალე განახებთ პერეცებზე როგორ ხდება ხოლმე. ჩემი პრინციპი გუშინი დავტოვე, ეს აქ დამიტოვეს და გალობით ცალკე ვდგებარ გვერდზე ვდგებით ხოლმე და ჩაპმა ჩახსნას ხვალე განახებთ მოკლედ ამის. ეს არის ჟაბკას ჰოტდოგები სხვა სოსისებით არის, მაგრამ ძალიან მაგარია ყოველთვის ეს ჟაბკას მაღაზია არის რა. ძალიან მაგარია ასწორებს. ეს მაღაზია კადე დავიდები და აქ შევჭამა. ამე ასწორებს სიგრილია. ციხნარია. ასე დავიდები და ასწორებს რა. ალკოჰოლი ცოტა არ გამარა რა უშავს. ხალხო ჯამდა პისოდან როგორ იყურება. ამას ხედავ და გინდა ჯიგარო. ამ ტრაილერი შემოვიდა. განათებლა. და აი მეგობრებო იწყება ჩვენი მორიგი დღე. აგერ ბავშვები თამაშობენ. აქეთ ამ ხელა რაღაც მოუტანიათ, ეს არის ჰაერის გენერატორის ისინი ბოძები, რაც არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არის ტრაილერზე, ტრაილერ ნახევარი, ესე რომ ვთქვათ, მარტო ეს. და ამნაირ რამდენი უნდა მოიტანონ, რომ ეს ააწყონ წარმოგიდგენთ. ახლოს მივალ, აბა ეხლა ცოტას მოვემზადები და ცოტა ახლოს მივიდეთ. ახლა მაგრამ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცების ყურება და დათვალიერება მაინტერესებს. კაი. აი მეგობრებო, აქ მოვიდა ის ახალი Mercedes და მინდა გაჩვენოთ. შეიძლება, მაგრამ ცოტა ესე უნდა შევიდეს. Mercedes-ი მოკლედ რა. დაამახინჯეს ხილი, მაგრამ ზოგი გაფორმებული ყავდა მაგარი და ეხა ეს ნახეთ რამხელაა პროსტა. შეხედა აი რამხელაა. ანუ უხეშად რო გითხრათ აი ხა მე რო გავუჩერო მანქანა წინ. ხო, ანუ ჩემი მანქანა მოდის აი აქამდე. ანუ ჩემი მანქანაზე ამხელათი გზელია და თვითონ ეს კიდე რამხელაა, ხო? და ამნაირი ჭირდება ალბათ 1 6 7 რო დაადგან ერთმანეთს.
აი, წავედით მოკლედ. აი, პოლონეთის ავტობანები, მეგობრებო, ძალიან კაი ავტობანები აქვს და ყველაზე დიდი ტყე პარკი ევროპაში, როგორც ვიცი, აქვს პოლონეთს. როგორც ამიკითხია, როგორც მომიზიებია ინფორმაცია. აი, წავედით. აი მეგობრებო, ერთ-ერთ პარკინგზე შემოვედი ახლა უცებ, იმიტომ რომ გზაზე შევამჩნიე, რომ აი ზევით მისაბმელზე ნახეთ, ის არის გამოხსნილი. ხედავთ? აი, ანუ ეს ვინც იმასაკნა ეს მისაბმელი, ვინც მომიყვანა საუბრად, კარგად არ დაჭიმა ტენტი. არა გავაჩერებ ახლა და ჩავსვავ ჩაულებრივად. აი მეგობრებო, ეს არ არის ზევით კარგად ჩასმული, ამიტომ ამას აქედან ამოვიღებ, ამას ამოვატრიალებ, ჩავსვავ და ამას უკვე ერთ კილოზე მეცზე გადავჭიმავ. თუ აქედან ვერ მოვერევდი ახლა, ხო? და აქედან ალბათ ვერ მოვერევი, ახლა იქიდან მოვასლაბებ ტენს უბრალოდ უკნიდან. აქედან უბრალოდ მოვასლაბებ. ახლა აქ უკვე ჩაჯდება. აჰა, ჩაჯდა. ეს ახლა უკვე აღარ ამოვარდება. და უკანაც მივჭიმავ, ის კბილი გამოხსნილი მაქვს ახლა. ამას ჩვეულებრივად ესე ერთი აქით ამდენიც აღარ ვიყავ პრინციპში, მაგრამ კაი, ამას დავჭიმავ. მორჩ, დაჭიმულია ტენტი, ახლა კარგადაა დაჭიმული. ისევ წავედით ახლა ისევ ეს გერმანიის ერთ-ერთი პატარა პარკინგი. აი ესენი არ არის ხოლმე, საფერფერშები არ არის ხოლმე სუფთა. ხანდახან არის ხოლმე თუ დაალაგეს, მაგრამ ხანდახან არ არის ხოლმე სუფთა რა და აი ხა კი არის ადგილები აგერ, მაგრამ აქ 5-6 საათის მერე პარკინგებზე უკვე ადგილები გერმანიაში ნაკლებად. აი X-ში დიდი და X-ში პლუსი არის ეს და X-ში პლუსი დიდი არის, უფრო მაღალი არის რა და ანუ X-ში არის როცა დიდი აქვს კაბინა, ეს უკან საწოლი აქვს დიდი, მაგრამ ჭერი არ აქვს ამ სიმაღლე. უფრო ლამაზი ჭერი აქვს წაწვეტებული, მაგრამ მაღალი არ არის. კაცი მაინც გება ზევით, მაგრამ X-ში პლუსი უკვე ეს აქ იმ სიმაღლე რო დგები უკვე ყველაზე მეტი ადგილი გშება. ანუ ეს უჯრები უფრო მაღალი გაქვს. აბა ნახოთ ახლა აქ თუ გადალაგდები. ეს პირველი მანქანა არა, მეორე გადავიდა. ესეც გადავიდა. კი ბატონო. ეს პირველად ნახე ხა ეგეთი რამე რომ ერთი პროფილი თუ აყენებენ ახლა ეგ კრანი აყენია და აყენებენ ეთყობა ხო შეიძლება შლიან ძველია უკვე ესენიც მის ნაწილები არის საჰაერო ვენტილატორის ნაწილები აქ არაგაბარდულები და აქ ყველაფერი, აი ყველაფერი და აქვს ვაფშე და ხათუ შემხდა ის ფრთები თუ გადააქვს, მაგასაც განახეთ რამხელაა, პროსტა მაგის, აი მაგის ერთი ფრთა პროსტა რამხელაა, თო აი რაც ტრიალებს აი. აი გრას ტრიალებს ეგ ფრთები და რამდენია წარმოიდგინეთ თქვენ ახლა მათ შეხედეთ. და ამასობაში შემანქანა გაიქცა 94-ით. ხანდახან ძალიან პატარა დაღმართია და არ ემჩნევა და 91-ით რო იაროს წუთზე მეტი უკვე დაიფიქსირებს, რომ სიჩქარე დააჭარბება და ტახოგრაფი დააფიქსირებს რა. ესეთ პატარ-პატარა დაღმართებზე საყურადღებო არის მოკლედ. აი 95 დროის მანქანები იმათ რომს გადაუცდეს 95-ზე, 99-ზე უკვე ღმულს იღებს მანქანა და უკვე თქვენ თვითონ აწყვდებით და ჩემი მანქანა
94-96-ზე იწყებს მაგღმურს და თუ არა და ესე 1-2 კილომეტრი საერთოდ ხმას არ იცვლის მანქანა ისე ემატება. მე ხა просто დამოღამებული მაქვს ეს ჩემი გზები და ვიცი აქ უკვე რომელ დაღმარზე სად რა როგორ არისა და აი მეგობრებო 4 საათი და 15 წუთია რაც ვატარებდა ტახოგრაფმა ეხა შეწყვეტა თორე სიმციმებდა წერან ესე დაიწყო სიმციმი მანქანამაც დამიწერა რომ 15 წუთი დამშასადარებელი და 15 წუთის შემდეგ უნდა გავაკეთო პაუზა მინიმუმ 45 წუთი ამიტომ ეხა ავდგები და მოვძებნი პარკინგს ეხა რახან დღეს შაბათია და მოძრაობა ბევრი არ არის და თან ვაკვირდები რომ პარკინგებზე არის ხოლმე ადგილები გზის პარკინგსვე ავირჩევ რომელსაც ვნახავ აი აგეთო აი ეს ავტობანივით რაღაცა რო ახატია და ვხედავ რომ 2 კილომეტრში არის ერთი პარკინგი პატარა პარკინგია ვთქვათ მეორე პარკინგი არის 11 კილომეტრში სამი პარკინგი არის 19 კილომეტრში იდეაში მე 14 წუთი მრჩება 14 წუთში ну 4 წუთი თქვა რომ გადავდო დაპარკინგებისთვის ჩემი მანქანა რა ხა 90 დადის 14 წუთში 4 წუთი რო გამოვაკლოს ანუ 10 წუთში გავივლი 15 კილომეტრს ანუ ან 1.6 კილომეტრი უნდა შევიდე ან 10-ში რამე რო იყოს იმ 19-შიც მივალ რამე რო იყოს მაგრამ რა ხან ეხა არსად არ მეჩქარება და თქვა დღეს დრო საკმარისად მაქვს ავირჩევ აგერ 1.3-ში რომელიც ახლოსაა მან შევალ რა თუ არა და მოვძებნიდი ახლა იმ აპლიკაციით სადმე არა პარკინგ ადგილს ღამე რო იყოს გვიანი მაშინ მანდ აღარ იმას ვიზავდი უკვე აზრი არ ექნებოდა მაშინ ეხლა გერმანიაში პარკინგების ზებნას მაგრამ ხან ამ დროში 3 პარკინგი მაგზა თან ეს შაბათია სიწყნარია კი შაბათს ბევრი მანქანები გაჩერებულია მაგრამ ვაკვირდები ეხლა და цаრიელია რა პარკინგები მოკლედ და ასე რომ ესე ვიზავ ეხლა დღეს რო აგერ შევალ პირველივე პარკინგზე რომელიც უკვე მოვიდა პრინციპში 300 მეტრში არის ანუ აგერ არის პარკინგი თუ აქ არ იქნა ადგილი მე გადავალ შემდეგ პარკინგზე მაგრამ ნუ იქნება სადმე რაღაცას ვნახავ მე მაინც 45 წუთი მინდა რომ გავჩერდე მეტი არა და სადღაც მივჩერდები რა ნუ აქა შემიძლია რომ ჩავდგე მაგრამ კაი მოდი იქი წავიდეთ ხა ახალი მარშრუტის გამოთვლა ну ამათ შემიძლია უკან ამოუდგე პრინციპში ეგერაც იქნება ადგილი მე მგონი ვხედავ მაგრამ თუ რამე და 45 წუთი და დაჟე ღამეს გერმანიაში ესენი იმიტომ არიან ხელაზე მიწეულებრივ უკან ამოუდგე და აი გერმანიის სუფთავი აგერაა ბატონო სულ ასეა ხოლმე რა ვიცი იშვიათად რომ ასეთ პატარა პარკინგებზე გერმანიაში სუფთავი ნახოთ აჰა მოკლედ გავჩერდები ხა აღარ წავიღებ ზედმეს დროს მოდი მე აქით ამოუდგები ამას რომ ვიღაცა რომ მოვიდეს ღამე გასაჩერებელი ისიც შემოვიდეს იმიტომ რომ მე რომ მან დავდგე მე ამას დავკეტავ ამას და ну ის ვიღაცა მადლია ეხა იმისთვის შეიძლება ის უნდა რა ქვია ღამე აპირებს გაჩერებას და მე მაინც უნდა წავიდე და ასე რომ აი ესე ავდგები ეხა შევასწორებ ამანქანას აჰა გავასწორე ხა გავჭიმე პრინციპი ოდნავ ცოტა აქით წამოვიყვან მაინც აჰა სულ ოდნავ რა აჰა ეხა გავჭიმავ პრინციპს და მივალ ესევე სწორედ მოკლედ და მეც აგერ გავჩერდები წინ მაქსიმალურად თუ ის ვიღაცა რო შემოვიდეს ადვილად შემოვიდეს всё წავალ ეხა ჩემს პირად საქმეებს მივხედავ ლეპტოპში ეს 45 წუთი აგერაც ცოლქმარიზიან აგერ ასაკომნები არის მესენი აი მინიმუმ 45 წუთი ვიდექი და 49-ს და წავედი ხა 45 წუთი მინიმუმი უნდა ვიდგეთ რა გამოვდივართ მაქსიმალურად ბოლომდე აუღებ სრულს და გავდივართ თვით ახალი მარშრუტის გამოთვლა
ნახეთ 5 წუთია რაც დავიძარი ახლა. და 4 საათ ნახევარი ხომ საერთოდ დამშა 4 და 25 ამ გადამიწვირდა ეს 4 და 25. ეხლა ჩავდივარ ეს არის აეროპორტი. ჰანოვერის აეროპორტის გაული გვერდზე. გაუარე ხო უბრალოდ გვერდზე. და აი 4 და 25 წუთის შემდეგ ისე 45 წუთიან პაუზას მისცეს აი აგერ. ამდენი მაქვს ატარებელი. თუ 4 და 25-ის მერე 45 წუთიან პაუზას გავაკეთებ მინიმუმს. კიდე 1 საათს დამიმატებ, შემიძლია დავიმატო ის 1 საათი, მაგრამ დღეს არ მჭირდება ეხა, იმიტომ რომ აი აგერ მაგალითად აი ამ სამ ჯობს რო დავაწვევით, ობზორო მარშრუტი წინაზეც გითხარით, სპრავკა მარშრუტი და ნიდერლანდებში გადასასვლელი არის 302 კილომეტრში. ასე რომ 302 კილომეტრის გავლაში მე 4 საათ ნახევარი, ეს 4 და 25 ხა უკვე 4 საათი და 24 წუთი თავისუფლად მეყოფა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს შაბათია და 0:00-ზე, ანუ 24:00-ზე აქ ზაპრეტი იწყება. დიდი მანქანების გადაადგილება აღარ შეიძლება და ამიტომ გვინდა ხოლმე პოლონეთიდან რო ვიზრებით, რო გადავიდეთ იმას, რა ქვია, გერმანიას, რომ მე ჰოლანდია, ბელგიაში როგორც გითხარით, ადრეს არ არის ზაპრეტი და მან შეგვიძლია მოძრაობა. დღეს შაბათია, დაცლა ორ შაბათს მაქვს, ასე რომ დღეს ანუ იმერც საათს დავიმატებ დღეს პრინციპზე შეიძლება ჩავიდე კიდევაც, მაგრამ რა ძალია ხვალ ყველა უნდა ვიდი, ამიტომ სავარაუდოდ დღეს ჩავალ მანდ ჰოლანდიაში სადმე გავჩერდები. ხვალე რა ვიცი, მე მინიმუმ 11 საათიან პაუზას გავაკეთებ, შეიძლება 13-იანიც გავაკეთო და 15-იანიც შემინება და წავალ მე 150 კილომეტრს გავლაში 2 საათი არც მინდა რა. მით უმეტეს კვირა დღეს არ იქნება იქ საცობები. და კიდე პაუზას გავაკეთებ და უკვე ორშაბათს 8 საათზე ისე ვიზავრო 8 საათზე რომ გაიღებიან იქ ვიყო. აი ესე ვანაწილებთ მოკლედ დროს. მოდი ახლა ვილაპარაკოთ მეგობრებო დასვენების დროებზე ამ ტახოგრაფზე. დასვენების დროები არის ესე მოკლედ როგორც გითხარით ტარებიდან ტარებამდე იმ 4 საათ ნახევრიდან 4 საათ ნახევრამდე 45 წუთიანი პაუზა უნდა გააკეთოთ, ეს არის მინიმუმ 45 წუთიან პაუზაზეა საუბარი, რომელი პაუზა შეგიძლიათ გაყოთ 15 და 30 წუთად, როგორც გითხარით 30 და 15-ად არა, მინიმუმ 15 წუთად, ან 17-18 არა აქვს მნიშვნელობა თქვენ როგორც გინდათ ისე, მაგრამ მე უნდა გააკეთოთ მინიმუმ 30-იანი, რომ ეს პირველი გაჩერება და მეორე გაჩერება ჯამში გამოვიდეს 45 წუთი მაინც, მინიმუმ 45 წუთი. ეს რაც შეეხება ტარებიდან ტარებამდე, მაგრამ ასევე არის ყოველკვირეული დასვენება, ხო და ორკვირეული დასვენება. ყოველკვირეული დასვენება არის, რომ თქვენ დღეს რო დაიწყეთ მაგალითად ორშაბათს და გაჩერდით პარასკევს, უნდა გააკეთოთ 24 საათიანი პაუზა. რომ შემდეგ კვირას გააგრძელოთ მუშაობა, მაგრამ შემდეგ კვირას მუშაობას რო გააგრძელებთ, მომდევნო პარასკევს უკვე 45 საათიანი უნდა გააკეთოთ, ანუ ჯერ 24 საათიანი პაუზა უნდა გააკეთოთ კვირის დასრულებისას, მერე 45, მერე 24, მერე 45 და ასე. ანუ მინიმუმ 24 საათი და მინიმუმ 45 საათი, ეს 45 საათი 45 წუთიანში არ აგერიოთ. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ასე, რომ სულ 45 საათიანები გიწევს, ან 1-3 კვირა 45 საათიანი გიწევს რაღაცა, მაგრამ მე უკვე 24-იანი გიწევს მაინც. მე ისე 40, ანუ იმის თქვა მინდა, რომ 45 საათიან პაუზას ყოველთვის მოძდებს 24 საათიანი პაუზა, 24 საათიანი შემდეგ ყოველთვის მოდის 45-იანი და ასე მეორდება ეს ციკლი. არის შემთხვევა, რომ 24 საათის ნაცვლად მაგალითად აგერ გუშინ რო გავჩერდი, ჩემი პაუზა გამოვიდა სადღაც 34-36 საათი ვიყავი გაჩერებული. არა აქვს მნიშვნელობა ტახოგრაფისთვის თქვენ ამდენ ხანს გაჩერდებით. ანუ ეხა რომ იწევთ ამ კვირის დასასრულს 24 საათიანი პაუზა, რაც შემთხვევაში თითქმის არ ხდება ხოლმე, იშვიათად ხდება. 34 საათი კი ვიდექი, მაგრამ იმას მაინც გონია, რომ მე 24 საათიანი პაუზა გავაკეთე, ამას მეც არ დამითვლის მაინც არაფრით. ეხა უკან რო დავტრიალდები, უკვე 45 საათს ელოდება ეს, რომ 45 საათიან პაუზას გავაკეთებ. ხო და ნახეთ კიდე როგორ რაღაცაა, ეს ზედიზედ უნდა იყოს ეს 45 საათი პაუზა და ეს 24 საათი პაუზა ზედიზედ უნდა იყოს. ეხა მე გუში ხო გავაკეთე 24 საათიანი პაუზა კი არა და კაი 34 საათიც ვიდექი. ეხა რო ჩავალ ჰოლანდიაში შემიძლია აღარ გავაგრძელო გზა და კიდე ერთი 20 საათიანი პაუზასაც ძალიან კარგად მოვასწრებ ორშაბათს დაცლამდე 8 საათამდე. მაგრამ მაინც არ ჩამითვლის ეს, ანუ 24 საათის მერე რო დავძარი მანქანას, всё ამას ფეხებზე კიდია, უკვე მაგას აღარ დათვლის. აღარ გაითვალისწინებს მაგას. თორე სიტყვაზე ვიძახი, პარასკევს გავჩერდი, კვირასაც გავჩერდი 2-24 საათი.
48 საათია, 45 საათი კი არა, მაგრამ არ დათulis ეგრე. ანუ ზედიზედ უნდა იყოს, უწყვეტად უნდა იყოს ეს 24 საათიც და უწყვეტად უნდა იყოს ეს 45 საათი პაუზაც. და აი ეს 45 წუთიანი პაუზა ეგ შეგიძლიათ გააყოთ ორად 15 და 30-ად. კიდევ ვიმეორებ 30 და 15-ად არა. 30 წუთი რო გააკეთოთ მაინც, პირველად რო გააკეთოთ 30 წუთი რო გაჩერდეთ, ეს ტახოგრაფი მაინც ჩათვისოთ თქვენ 15 წუთი იდექით მეტი არა. ესე დაიმახსოვრებს, რა ვიცი. სიმართლე გითხრათ, აი აგერ ვაღიარებ, რომ საქართველოსთან რომ მოვდიოდი, მეგონა, რომ აი ტახოგრაფი და რა კაია, ზედმეტს არ გამუშავებენ, იმიტომ რომ მე რა სადაც მიმუშავია, სულ ან დღე და ღამე სამსახურებში ვიყავი ხოლმე რა და რაღაც მეგონა, რომ კაი იყო, მაგრამ აი ჩემი გამოცდილები და ალბათ გამოცდილი მძღოლების დამეთანხმებიან, რომ ტახოგრაფთან თუ ქონია 1000-ჯერ შეხება, აი ამ კნოპკებზე თუ 1000-ჯერ დაგიწოლია, აქედან 900-ჯერ იყო რაღაც არასასიამოვნო მომენტი და სულ უნდა გადათვალო და ხანდახან საერთოდ არ გინდა გაჩერება, ან არ გაგეს გასაჩერე, ანუ არ ვიცი, აი მე არ მომწონს სიმართლე გითხრათ, როგორცაა გადანაწილებული. კი, პატრული ეხა არაფერს არ გეტყვისო, იძახიან და ჩემსაც არაფერი არ უთქვია, თქვა პარკინგს თუ ვერ ნახავ, მაგალითად თუ ან შეიძლება შეხვედი წუთი-წუთზე წამი-წამზე და ჩააქვრე და 1 წუთი გადაგისა. ახლა არავინ არაფერს არ გეტყვის, იძახიან და არავის არაფერი არ უთქვია, კი ბატონო. მაგრამ ხო მაინც რაღაც ისე ხარ, შენ ხო იცი რომ დაგერღვა, აი ვერ გააჩერე რაღაცან გააჩერე და რაღაც კარგად ვერ ჩადეკი, ღამე იყო და უნდა მიწი მოწი და აფიქსირე ამან, всё 44 საათ ნახევარი, 4 საათ და 31 დაწერა და всё შეცდომა აქვს დამახსოვრებული, რომელიც ადრე 28 დღე ჩანდა და ეხა 56 დღე ჩანს ეხლა ახალი წესების მიხედვით. თუმცა ეგ ტახოგრაფის ბარაზე თვითონ აქედან ეს რო ვიღაცამ ამოიღოს 5 წელში რა ხდებოდა ყველაფერს შეამოწმებენ. ხო და ამ დასვენებებზე მოკლედ ეგრე არის 20 საათიანი პაუზა უნდა გავითვალისწინოთ, 45 საათიანი პაუზა უნდა გავითვალისწინოთ ყოველ ორ კვირაში, მაგრამ ჩვენი ორი კვირის სამუშაო დროს გასათვალისწინებელია 90 საათს არ უნდა გადასცეს. ტარებას გულისხმობ, ან 90 საათზე მეც ვერ ვატარებთ ორი კვირის განმავლობაში, რაც აი მე არც ვიცოდი 90 ციფრი რას ნიშნავდა, როცა აქ უყურებდი იმას, მაგრამ რო გადმოვედი სხვა კომპანიაში და აქ ჩემთან დროს სხვანაირად ნაწილდება. ანუ იმის გამომდინარე, რომ ესე გამოუცდელი და 2 და 3 თვის ზღოლის სიმართლე გითხრათ, მსგავს კომპანიაში ვერ დაიწყოს მუშაობას ჯერ ერთი. იმიტომ რომ გამოცდილების გარეშე არ მიგიღებენ და რაღაცა იქ პატარა ენა მაინც უნდა იცოდე. ხო და ან ჩემ შემთხვევაში ვიზა მქონდა მაგალითად ინგლისის, ცოტა ინგლისურის რაღაცას ხელი ფეხი თაურით რაღაცას ვაგებინებ რა და პლუს გამოცდილება და ანუ რომც დაგაწყებინონ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად თქვენ თავზე ხარ დამოკიდებული, ეს ერთით კაია, თქვენ არავინ არაფერს არ დაგირეკავთ და არავინ არაფერს არ მოგიკითხავთ, ასე რომ თქვა და დიდ კომპანიებში რო იციან, რომ თქვა 8 საათზე გაგვთ დაცლა და 2 საათის გზა გაგვთ და თქვენ 2 საათ ნახევარი გაგვთ ზაპასი დრო, ესე რომ თქვა და ნახევარ საათზე მეტი გძინავთ ან არ იდროებით, მაგას სვენას არ ხსნით, დაგირეკავენ და გვეტყვიან, რა ვიცი, ხომშვიდობა გაგვთ, აბა რა ხდება, როდის აპირებთ დაძვრას. ჩვენთან აქ სხვანაირად, ამიტომ ჩვენ ერთ კომპანიაში გამოვსწრებთ მძღოლს, თუნდაც იმ 3 თვი და 1 კადენცია და 2 კადენცია არ დამთავრებული. ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ამას გამოცდილების გარეშე გაგიჭირდება. კი იზავ და რო შეცდები ერთხელ მე გამოცდილებაში გექცემა და აღარ იზავ მეორეჯერ, მაგრამ ბევრ რაღაცის ვერ გაუმკლავდები რა ადამიანი, ესე რო ვთქვათ რა. ეხა იმ დღეს გადავხედე იმას Facebook-ზე ამომიგო რაღაცა ხელფასი 3000 евро. უბრალოდ ეხა ესე ვაკავშირებ ერთმანეთს და ჩემი გამოცდილებიდანაც რაც ვიცი მაგას გიყვებით, რომ 3000 ევროიან ხელფასს როცა ადამიანი არ აგა გამოცდილება, თუნდაც საქართველოს გამოცდილება ქონდეს და არ ქონდეს ევროპისგან, აქ არ თვლიან საქართველოში და რუსეთში რომ დადიხართ, მაგ გამოცდილებას აქ ევროპაზე არ თვლიან. ხო და მაგნაერ კომპანიაში რომ დაუმიზნეთ პირდაპირ 3000 და 3500 ევროიან კომპანიას, ხო? დიდი შანსია რომ იმედგაცრუებით დამთავრდეს ეგ ამბავი, იმიტომ რომ ბაზარზე ხო გეუნებით არა 3500 евро თუ ვიღაცას აქვს ამ კომპანიისნაირები და გინდა ჩემ კომპანიისნაირები უბრალოდ დაიხურებია, იმიტომ რომ ყველა იქცავა და ყველა იგადავა, მაგრამ 3000 და 3500 евро თუ ვიღაცას უწერია იქ ცოტა სხვანაირადაა, ეგ 3000 და 3500 евро არის იდეალური პირობებში, აი მაგალითად ახლა მანქანას რო უწერია აჩქარება 0-დან 100 კილომეტრამდე 5 წამში პირობითად, ის არის იდეალურ პირობებში გათვალისწინებული აჩქარება, ხო, ანუ იქ ასფალტი უნდა იყოს კარგი, სწორი გზა უნდა იყოს საბურავების შესაბამის ტემპერატურაზე, მანქანა შესაბამის ზონაზე და ნუ რაღაც ბევრი რაღაცა უნდა იყოს, ნუ იდეალურ პირობებში აჩქარდება ის მანქანა 5 წამში, იქ საწვავი უნდა იყოს თავისი რაც საჭიროა ჩასხმული და ასე შემდეგ.
აქაც დაახლოებით ეგრეა ხოლმე. გამოცდილ მძღოლებზე არ ვიძახი, არის ხა ამ ხელა ტვირთები განახეთ, ხო? ახლა ეგეთ მძღოლს 3500 евро რო კონდეს, რა გასაკვირია, მით უმეტეს ევროპული პასპორტი ვისაც აქვს, ან პოლონელი რო არის, ან მან სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცნობ ჩამოსულს, ასე თქვა, გინდა საქართველო, გინდა რუსეთი, გინდა უკრაინა, რომ აი ხა ეგრე იმას 23 და აი მაგ თვითონაც თეთრ რო დაათრევენ, გენერატორის თეთრ რო დაათრევენ. ეგეთი მაგაც სხვა ხელფასები ექნება და მან ანუ ჩამოსული მე არავინ არ ვიცი რო არის, მაგრამ ადგილობრივები ვინც არიან და ვისაც სტაჟი აქვთ, ეხლა თქვენი ასე მაგმანქანაზე ვინმე ხუთვიანი გამოცდილებით ვინმე დასვავს. სულ სხვა პრინციპებია მუშაობის, აი სულ სხვა გაბარიტებია და სულ სხვა რაღაც საერთოდ მისაბმელი საერთოდ სხვა რამეა, მისაბმელი კიდე ცალკე მოწყობილობაა, რომელიც ალბათ 5 ინსტიტუტა დამთავრო რო ეგაიგო, რა ვიცი, ისეთ რაღაცებს აკეთებენ მისაბმელები, რომ რა ვიცი, ეგ მისაბმელები მე იკეცებიან, ხო იცი, მინახია მისაბმელი მოსულა სადღაც ტიპი რაღაც ესეთი მოუთრევია დიდი და მე ბოლოს ეს მისაბმელი იმისა ტრანსფორმერი რობოტები რო არიან კინოში, ეგრე დაკეცილა და ამხელა გამხდარა, როცა იყო უშველებელი, თო. მაგასაც ცალკე ცოდნა უნდა, მე მაგალითად ევაკუატორზე რომ მუშაობდი, ავტომზიზე ვცადეთ მე და ჩემმა მეგობარმა. პრინციპი თითქმის ერთ და იგივეა, მაგრამ განსხვავდება ისინი იმდენი რიჩაგები და რაღაცეები აქვს, რომ თან ავტომზიზე ჩქარი მუშაობაა საჭირო, ანუ რაღაც შეხვედი მანქანას სატურთად, tkap, უცებ იმას ეხა კნოპკას ეძებდა ეს აიწია და ჩამოწევდა, გინდა რომ ამან აიწიოს და იქით გამოვა რაღაცა, ეგრე არ არის. ხო და ავტომზიდია იმასთან შედარებით მარტივი მოწყობილობაა ავტომზიდები მოკლედ. ხო და ეგეთი კომპანიები როცა წერენ რომ 3000 და რაღაცა ევრო, არ ვიცი, შეიძლება იყოს ეხა, მაგრამ უბრალოდ მე რასაც უყურებ, ხო, ვერ მოხდება ეგ ამბავი, ეგ უნდა იყოს იდეალურ პირობებში. ხო და ეს კომპანიები რო წერენ 3000 ევრო და რაღაცაო, ხო, დამწყები ეხა მანდ ვერ გექნება 3000 ევრო ჩემი გამოცდილებიდან და ჩემების გამოცდილებიდანაც ესე არ ხდება სამწუხაროდ, თორე 3000 ევრო დამწყებისთვის იყოს დამიჯერეთ, მაშინ მე მექნებოდა ეხლა ალბათ 7000 ევრო ხელფასი, მაგრამ არ ხდება სამწუხაროდ ეგრე. ყველაფერს აქვს, ანუ ის დამწყებმა ხო არის ის სინამდვილეში რამდენი რამეა გასათვალისწინებელი აქ არა. აი ჩემი მეგობრის შემთხვევაში ხო გეუბნებით, ახლა აქ 108 ევრო აქვს ეხლა. მაგრამ იმდენი ირბინა წინ და უკან და იქ საბუთი და კომპანიას გადასვლა თქვენ რა გონიათ, უბრალოდ ესე წამოხვალათ საქართველოში მოქალაქე ხართ, მაგრამ აქ რომ მოქალაქე არა ხართ, ის კარტაპობიტოს უნდა მიაბათ იმას. კარტაპობიტო თუ არა გაქვთ, ხო? მაგალითად ეხა ჩამოხვედით აქ, გაქვთ 1 წლიანი ვიზა და ამ კარტაპობიტოზე შეიტანეთ საბუთი. კარტაპობიტოზე საბუთს რო შეიტანთ, всё ლეგალურად ითვლებით აქ თუ რო ვიზა არ ქონდეთ. მაგრამ პოლონეთის ტერიტორიაზე მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიას ვერ დატოვეთ, ხვდებით? ხო და ის ვიზა ეხა ქართველებზე იწელება ეს კარტაპობიტოს რაღაც 8 თვე მაინც უნდა დათვალო რა, ანუ 7-8 თვე, ზოგი 10 თვე და წელიწადიც ეწელება ზოგს ეხლა უკვე. ხო და იმ ვიზით რომ მოდიხარ 8 თვე რო გავიდა ვიზაზე დრო აღარ რჩება, ხო? და ეხა გინდა სამსახური შეიცვალო, თქვა აი 8 თვეა მუშაობ და ის რა ქვია, აი სხვა კომპანიამ ნახე 5 ევროთი მეტი მაქვს პირობითად. იქ რო გადახვიდე ეგრე არ არის, ანუ ეს შენ პობიტო რო არ დამზადებულა ჯერ ისე ვიზა უნდა აიღო, რომელიც საქართველოს ჩასვლას და ისევ ხელახლა მოსაკრებელი ვიზის და დაზღვევა და თვითმფრინავებელთა ხარჯია. ან პობიტოს უნდა დაელოდო, ან პობიტოს რომც აიღო, მე ამ კომპანიას უნდა მიაბა, შენ რო კომპანია შეიცვალე, თვითონ ეს პობიტოს ბარას არ გიცვლიან, მაგრამ დეციზია მოყვება კიდე ფურცელი, ეს თავარია, ეს ანუ პობიტოს ბარათი რო დაკარგო ჯობია იდეაში, ვიდრე დეციზია დაკარგო. რომ პობიტოს ბარას აღადგენა, დეციზიის აღდგენა ძალიან ძნელია, ჩათვალე 0-დან უნდა დაიწყო ყველა საბუთზადება. ხო და უამრავი ნიუანსებია, აი ესეთი რაღაცები, რაც ცოტა არ მომწონს არც მე, ჩვენთან ბევრად მარტივადაა ყველაფერი, მაგრამ ნუ აქ ასეა და რა სიზავთ. ხო და ის 8 თვე რომ მუშაობ აქ და ვიზაზე უკვე 4 თვე დაგრჩა და სხვა სამსახური მოძებნე, აი გადავალ იტყვის და ესე მოვიდა ჩემს მეგობარსაც, გადავიდა, მაგრამ რო გადავიდა აღმოჩნდა რომ თურმე პობიტო არ აქვს, ვიზაც აღარ აქვს, ახლა ან საქართველოში უნდა წავიდეს, ან ვეღარ წავა ევროპაში ვეღარ გავა, უკვე პოლონეთს ვეღარ დატოვებს. ამ პობიტოს შესვლასაც ცალკე ფული უნდა, თქვენ ხო ვერ იზავთ, ახლა მე რო გაერკვევით ერთ პობიტოს რო გააკეთებ და მეორეს მე გაერკვევით, თქვენ თუნდაც იზავთ, მაგრამ თავიდან ხო არის ვიღაცას ფული ხო უნდა გადაუხადოთ არა, ხო უნდა ელოდოთ, მე ტრაილერში რო ხართ ხო უნდა ჩამოხვიდეთ, რო ჩამოხვალთ ხანდახან ერთი დღე ჭირდებოდა ხოლმე რაღაც საბუთს, ერთი დღე უბრალოდ ხელმოწერა პობიტოზე მაგალითად მე და ჩემი მეუღლე დავჯექით გვერდ, ჩემი მეუღლე 3 თვეში მიცეს და მე წელიწადზე მეტი მაღლვინეს, იმიტომ რომ რაღაცა ხელმოწერა თურმე არ მომაწერინა სადღაც ხელი ერთ ფურცელზე აკლდა. და ამ ერთი ხელმოწერის გამო მე და ჩემი მეუღლე ორივე ჩამოვედი წარმოიდგინე ერთი კვირით.
Просто ერთი ხელმოწერის გამო. კი რა თქმა უნდა, კაიღო ოჯახში მოვიდა ბავშვები, მაგრამ ზოგადად ახალი გასული ვიყავ, ორი კვირის გასული ვიყავი, რომ მირეკავენ და უიო, უნდა ჩამობრძანდითო ისეო ხელი მოწერა აკლია ერთ ფურცელზეო. 15 ფურცელი იყო, 10 ფურცელი მაინც იყო მოკლედ. და მაგ ერთი ხელმოწერა დამიჯდა 1000 ევროზე მეტი, ხო, იმიტომ რომ ორი ადამიანის ხელფასი ეგრე გამოდიოდა, მაშინ 1000 ევროზე მეტი, 1100 ევრომდე იყო ორი ადამიანის. ერთი ხელმოწერა 1100 ევრო, ეს ხო ყველაფერი ხარჯია რა. ეხლა თვენახევრის და 3 თვის გასული რო ყოფილიყავი, კიდე ხო, მაგრამ ორი კვირის დასული ვიყავი და რაღაც ისე მქონდა დაგეგმილი, რომ ერთი თვენახევარი უნდა მემუშავა, ფული ამეღო და განაწილებული მქონდა ეს ფულები, ხო? ორი კვირის მერე გეუნებიან, ჩამოდი, ახლა ამათ უნდა თხოვო ცალკე, ჩაგწერო ნიბუზე, ჩამოხვიდე. აი ესეთი რაღაცეები არის, ქვეყანა რაღაცეები ხდება, მოკლედ ესეთი რაღაცეები მეგობრებოდა. უამრავ დეტალს თუ გადახედავთ, ხო? ჯობია ჩამოხვიდეთ და სხვაგან წადით, კი ბატონო, ჩვენთან არ წამოხვიდეთ სხვაგან წადით, მაგრამ ჯობია რაღაც ესეთი სტაბილური და დალაგებული კომპანია ნახოთ და იყოს იმ 75 ევროზე ის ერთ წელი იმუშავეთ, მერე 80 ევროზე და მერე 85 ევროზე, ანუ ორ წელში თქვენ რაც გამოგივათ საბოლოო ჯამში ფული, რეალურად თუ ყველაფერს ჩაიწერთ. არა კაცო, ეგრე არ არის, შეიძლება ვიღაცამ თქვას, მაგრამ მე ჩვენ რო ვიწერთ ყველაფერს და ყველაფერს მე ერთმანეთს რო ვადრით, მაგითო ვიძახრო ციფრები, როცა იწერთ, ფაქტია. და ესე რომ არაფერი არ ჩაუწერია, არავის და ვარაუდობს, რომ აი კი არ გადამიხი, აი მე ერთ კვირა ჩავირბინე მოვაწერე ხელ, მაგრამ მე ერთი კვირა ერთი დღე ჩავირბინე, ნიშნავს ერთი კვირა არ იმუშავე და ნიშნავს რომ 1000 ევრო ვეღარ გამოიმუშავე, ხო? ხო და ეგეთი ნიუანსები ბევრია და ამიტომ ყველას ურჩევ რომ რაღაცა ეგეთი დიდი კომპანია, მაგრამ დალაგებული, იმიტომ დიდი კომპანიები არის დაულაგებლები ძალიან ბევრი. დალაგებული კომპანია მოძებნეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ ვიძახით ჩვენ კომპანიას, რომ დალაგებული კომპანია არ არის ეს რაღაც ზედმეტი არეულობები და რაღაცები და ჯობია ის 1 წელი და 2 წელი იმუშაო, მაინც კარგად გამოიმუშავე ფულს და მერე უკვე თამამად შეგეძლება გადახვიდე სხვა ხელფასზე. ანუ ეს არის ხალხო ხელფასი, რომელიც არის 2000-დან 2300, 2500 ევროზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ხვდებით? თქვენ 3 წელს მერე თუ აქ ჩამოხვედით და ისევ 2300 და 2500 euро გაქვთ, ხო? მაშინ ყოფნით ეგ ხელფასს სავარაუდოდ. იმიტომ რომ როცა შეგიძლია რომ გადახვიდე 2800-იანზე, მერე 3000-იანზე, 3200-იანზე, რატო არ უნდა გადახვიდე, ხო? ან თუნდაც იგივე ხელფასით, მაგრამ უკვე თვენახევარი და 2 თვე არისო, უკვე კვირაში ერთხელ იყო სახში, ან ორ კვირაში ერთხელ იყო და ანუ სხვა რაღაცა პლუსები უნდა კონდეს მაშინ. ხო და ამიტომ ეს არის დასაწყისი, ანუ წარმოიდგინეთ ხა თქვენ როცა ვიღაცა რაღაცას გასწავლით და ამაში 1500 ევროს გიხდიან, ხო? ფიქრობ რომ ძალიან კაია, იმიტომ რომ მე მსგავსი არაფერი გამიგია ჩემი ცხოვრების გამოცდილებაში, რომ ვიღაცა 1500 ევროს გიხდიდეს, როცა გასწავლის მაგ დროს. და მე 1 წელი და 2 წელი რო იმუშავებთ, უკვე 2400, 2500, 2550 euро გეკნებათ. მე თამამად შეგიძლიათ თქვა ინგლისის ვიზა გააკეთოთ თქვენს და 5 euро დაგემატებათ ინგლისის რეისზე, როცა გადახვალთ ინგლისში და გადმოხვალ და ეგ რაღაც 2600, 2700 შეიძლება ასვლა. ან სხვა კომპანიას მოძებნით, უკვე 2 წლიანი გამოცდილებით ხართ, თქვა ინგლისის ვიზას გააქვთ და უკვე სხვა კომპანიას მოძებნით თქვენ თვითონ. თუმცა ნაკლებად აი რუსულენოვანები ძალიან ცოტანი არიან, როცა დიდ ხელფასებს იხდიან უკვე. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ სამსახურის დაწყება შეგიძლიათ, სადაც გასწავლიან და ერთი თვე რო სწავლას მოანდომო 1500 ევროს გადაგიხდიან და მე გექნება 2500 euро ლარებში, პროსტა აი გადაიყვანეთ რამდენია. და ამის შემდეგ წლები გადის ისე რომ არაფერი არ იცვლება ჩვენ ცხოვრებაში. ხო ეგრე არის რა, შეიძლება სამსახური შეიცვალოთ, მაგრამ არაფერი არ იცვლება, ხელფასი თუ არ გაიზარდა, რა უნდა შეიცვალოს, ახლა ფულზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხო? ხო და აქ კიდე შეგიძლია ჩამოხვიდე და 1 წლიდან უკვე, მაგრამ ნუ აი 2 წელში უკვე ნამდვილად შეგიძლიათ უკვე 3000-3500 ევროს დაუმიზნოთ ხალხო, ხვდებით? რა თქმა უნდა, შრომა უნდა, მონდომება უნდა, ისე არავინ არაფერს არ მოგცემს, მაგრამ მიუღწეველიც არ არის. უფრო გაუმარტივდება იმას, ვისაც ცოლშვილი არ ყავს. ვინც ახალგაზრდაა და ვისაც არ აქვს სხვა ვალდებულებები, ასე ვთქვათ, აღებული, მისთვის უფრო მარტივი იქნება. თუმცა არც ცოლშვილიანებზე არაა პრობლემა და არც ასაკოვნებზე არაა პრობლემა, მთავარია ყველა მოინდომოს. და ეხლა მარტო ხელა ბიჭი რო საქართველოში არის და რა ვიცი, ეხლა ზოგი რო ასლარზე მუშაობს და რაღაც აი რამხელა პერსპექტივა ელოდება თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ რამდენი ყოფილვართ ეხლა 20-25 წლის, აი რამდენი ყოფილვარ და რამდენი წლისები ვართ ეხლა მოდი ვნახოთ, აი რამდენი წლისები ვართ. და ყველას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ რაღაცა სასწაული მოხდებოდა, შეიცვლებოდა და ბოლოს სინამდვილეში რა მოხდა.
საშუალოდ ეხლა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ 28, 35, 45 წლის ასაკის ხალხი და 50 წელს და 60 წელს უყურებენ ამას და წერენ კიდევაც და პასუხობ კიდევაც, ხო? ხო, ეხლა წარმოიდგინეთ ყველას გამართლებოდეს ცხოვრებაში რა სისულელეა, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობას ხო არ უმართლებს ეგრე არა. ხო ერთეულებს აქ ის ფული არა, როგორც იტყვიან, სოფლიო ფულის 99% 1%-ია გადანაწილებული ამ დიდარ ხალხში და სოფლიოს ფულის 1% ხალხის 99%-ია გადანაწილებული და ძალიან დიდი პროცენტული სხვაობებია და დიდი ალბათობით იმ 1%-ში ვერ მოხვდებიან, ხო ეგენი სამწუხაროდ როგორც ჩვენ ვერ მოხვდით ისე, ხო ჯერჯერობით იმედია მოხვდებით ყველანი. აქედან გამომდინარე პატარა ბიჭი რო არის, პატარა ბიჭოძახი ეხა 20 და 22 წლის ბიჭი როა და 25 წლის ბიჭი როა, წარმოიდგინე 5 წელში რამდენი რამის გაკეთება შეუძლია, პლუს ახალგაზრდებს ტვინი სხვანაირად უჭრით და ენა და აქ ბევრი პერსპექტივაა, ხო? მე პირადად ყავს, აი ჩემი გაზრდილიაო რო იტყვიან, აი ეგეთი ერთი, რომელიც 3 წელს ნაცვეუნებოდი, წამოდი თქო არაო, ეხა ეს უნდა გავაკეთო, ეხა ის უნდა გავაკეთო, ეხა ეს სახლი უნდა გადავხურო, რაღაცა იქ უნდა გავაკეთო რაღაცაო და 3 წელი გავიდა მეგობრებო და სამწუხაროდ აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლა, სამწუხაროდ. ხო და აი 3 წელი ეხა მაგამ ყველა ხო დაკარგა იქ. კი ბატონო შეიძლება გამართლებოდა, კი ბატონო რაღაცა შეიძლება ექნა, მაგრამ ფაქტებს ვიძახი ხა მე რაც არის იმას ვიძახი, ხო, არაფერი არ შეცვლა, ისე ვისია ის დაუხურავი და ისე ვისია ის დაანგრეული გასაკეთებელი რაღაც. როგორ უნდა გააკეთო რაღაცა თუ ზედმეტი ფული არ რჩება ჯიბეში, ხო, ეხა თუ შენი ხელფასი თვითონ თემდე ძლივს ყოფნის და არც ყოფნის, როგორ უნდა გადახურო ეხა სახლი, ან როგორ უნდა იყიდო მანქანა თქვა, ხო? აი როგორ და აქ ერთსაც გეტყვით რომ ერთი პატარა პლუსად შეიძლება კიდე ჩაითვალოს ეს რომ ეხა 2500 ევრო თქვენ რო საქართველოში მოგცეთ ხო თავისუფლად დახარჯავთ ბოლომდე ყველა ფულს და 2500 ევრო აქაც ძალიან კარგად დახარჯავთ მაგრამ აქ თავისუფლად ვერ ხარჯავთ იმიტომ რომ სადმა დახარჯოთ აი სადმა დახარჯოთ მე ეხა აგერ დღეს რო დავიწყე საღამოს იმამდე ვივლე სადმა დავხარჯო ეხა მე ფული ასე ფულს თუ გადავყრეთ რომ სადმა დავხარჯო ხო ფიზიკურად ვერ ხარჯავთ აქ რაღაცეებში და ანუ გენახებათ მე ეს ფული მაინც არ შეგენახებათ რომ ჩახვალთ მაინც მოუძებნით კაცო იმას გასავალს მაგრამ ცოტა ხელი შემწყობი ფაქტორია რომ აქ რო შოულო ფულს იმას ესე ყველაფერში უცებ ვერ დახარჯავ რომც გინდოდეს ეგეც შეიძლება ტრაილერის მუშაობის ერთ-ერთ პლუსად რომ ჩავთვალოთ ნახეთ მეგობრებო მე იმას არ ვიძახი რომ აი ყველა უნდა ადგეს და წამოვიდეს ან თუ საქართველოში ვინმე რამეს ვერ აკეთებს ხო ჯობია წამოვიდეს აქ შოუს და ჩავიდეს და იქ დახარჯოს უფრო გააკეთებ იგივე შენი ოჯახისთვის იგივე შენი მეგობრებისთვის იგივე შენი ქვეყნისთვის თუ აი ხა ჩემი ანზე რო ვთქვა რა 3 წელი თუ გავიდა და 3 წელში მან ვერც თავის სახლი ვერ გადახურა ვერც თავის თავს ვერ უშველა ვერც ხვას ვერ დაეხმარა ესე რო ვთქვა ხო ხომარ ჯობია რომ წამოვიდეს ადამიანი გამოიმუშაოს აქ ფული და დახარჯოს იქ იმიტომ რომ აი მე ხა კარგად ვიცი რას ნიშნავს თორსა ფულს გამოიმუშავებ აქ და აქ ხარჯავ ეს დიდი სხვაობა სიმართლე გითხრათ რო გითხრათ არ არის კი უკეთესად ხარ უკეთესობაში გულისხმობ რომ სტაბილურად ხარ არა გაქვს ის მოლოდინი რომ აი ხა ეს სამსახური რაღაცა რო იყოს და დღეს რომ მუშაობ 8 საათს ხვალ გამუშავებენ 100 მერე 12 15 17 და მერე ბოლოს 37 საათს რო იმუშავებ 24 საათში მაგრამ ეგრეთი რამეები არ ხდება და აქ არავინ არ გეტყვის რომ თუ არ მოგწონს წადი ძმაო და შენს მაგერად სხვა მოვა ეს ტერმინი საქართველოში ბევრჯერ გამიგია ნუსხის მიმართებაში ჩემ მიმართებაში არა იმიტომ რომ რა ვიცი სულ ძალიან ისე მუშაობდი ხოლმე ანუ ჩემი სამსახურიდან წამოსვლა უფრო პრობლემა იყო ხოლმე ყოველთვის ვიდრე ის რა ქვია დაწყებაზე უფრო მეტი პრობლემა წამოსვლა იყო ხოლმე იმიტომ რომ რო ვიტყოდი რომ უნდა წავიდე აი მე რეიწყებოდა რომ აი მოიცა არ წახვიდე ხა ამას ეს იქნება ეხა იმას მოგცემ და მოგიმატებ და რაღაცა რა აქედან გამომდინარე მე რო აქ ჩამოვედი ეგეთი რამეები აღარა მაქვს ბევრი პრობლემა რომელიც იქაური ქართული პრობლემა იყო მომშორდა მაგრამ აქაური პრობლემები დაემატა ხო სხვა პრობლემები მაგრამ საბოლოო ჯამში რო შევადაროთ ხო თუ ეხა საქართველოში დადიხარ წინ და უკან პრინციპში უკეთესად ხარ რა შეიძლება ვიღაც ბევრად უკეთესად იყოს შეიძლება ვიღაც ოდნავ უკეთესად მაგრამ უკეთესად მაინც იქნები ყველა ვარიანტში და იმ საქართველოშიც შახვალ და უფრო კარგადაც შახვალ და უფრო გამოსადეგარი იქნები სხვისთვისაც და შენ თავისთვისაც აი სიტყვა სტაბილურობა მე აგავიგე რა იყო ის სამწუხაროდ
ბევრ სამსახურში მიმუშავია, რაღაც ბიზნესების დამიწყია, მაგრამ ნუ რაღაცა მუშაობს დღეს, 2 წელში აღარ მუშაობს, ან რაღაცა მუშაობს ახლა და 3 წელში, ნუ 3-5 წელი რა უნდა გააკეთო ხა ისეთი. მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რომ მეტი გაკაჩოს რა. მე ისევ ახალი რაღაცის დაწყება გიწევს, ან ვიღაცას ახალი სამსახურის დაწყება და ასე შემდეგ რა და ხომ არ ჯობია ადამიანი ჩამოვიდეს აქ. მე უბრალოდ აზრს ვიძახი, ხომ არ ჯობია რომ ადამიანი ჩამოვიდეს აქ, გამოიმუშაოს შედარებით ნორმალური ფული და მე წავიდეს საქართველოში დახარჯოს. მით უმეტეს როცა არ ყავს ცოლ-შვილი და მარტო ხელაა და რა ვიცი ანუ მშობლების ისე არიან რომ ხელს უწყობენ და მშობლებზე მისახედით არ ყავს ადამიანს. აი ხომ არ ჯობია ამას ვიძახი. მგონი რომ არ არის ცუდი იდეა რა და ესე რომ საქართველოში იჯდეს ვიღაცა და იმაშვებოდეს ესე ელოდებოდეს, ეხა იმედია ის ჩემიანი შეიცვლის აზრს და ბოლო-ბოლო წამოვა რა, იმიტომ რომ მანქანა და ის ეხა მაგას არ ეშლება საერთოდ. ძალიან ადვილად ვცდებს ყველაფერს, თითქმის ყველა სამსახურში მყავდა, სადაც მე მიმუშავია და ყველგან გამომადგა ეგ ბავშვი, აი ყველგან გამომადგა აბსოლუტურად არცად არ შეურცხვენი ვარ, მაგრამ აი თავის თავს ვერ შველის, ვერ ეხმარება თავის თავს მოკლედ რა. რატო? იმიტომ რომ ნუ ფულზე არა მაინც დამოკიდებული ყველაფერი, გინდა არ გინდა ეს ფული თუ არ გაქვს, ვერაფერს ვერ რა უნდა ქნა ეხლა ნო. იყავი ჯიგარი კი ბატონო, მაგრამ ფულიანი ჯიგარი იყო, ხო არ ჯობია, ნუ მეტი ფული ქონდა და ჯიგარი იყო და ვაფშე თუ ფულიანი იქნები და ჯიგარი იქნები, მაგას რა ჯობია, ხო? ხო და ესე გადის ბევრის დრო, სამწუხაროდ, ჩემი დროს გავიდა სიმართლე გითხრათ. მეც ბევრი რამე არ ვიცოდი თავის დრო, ხა 44 წლის ვარ ეხლა. ხო და ეხლა რაც ის ეგენი რომ 25 სასახლე მცოდნო და ნუ დიდი ალბათობით ბევრად წინ ვიქნებოდი, ხო? და რომ ნახე რაც არის და რომ შეიძლება ნუ ვიღაცა საქართველოში ხა იძახის რომ აი მაგალითად კოდი 95-ის გაკეთება ჯდება და ახლობებით 600, 700, 800 ევრო თუ მოკლე კურსია თუ გრძელი კურსია უფრო მეტი 1200 თუ რაღაც 1100, 1300 გააჩნია რომელ სკოლაში მიდიხართ რა. აი იცი რა 700 ევრო ძალიან დიდი ფულია ჩემთვის და ვიცი რომ საქართველოში 700 ევრო იმისთვის ვისაც 600 ლარი და 700 ლარი და 800 ლარი აქ დიდი ფულია, მაგრამ ერთი კვირის ხელფასია მეგობრებო აქ 600, 650 ევრო, როცა ერთი ეკიპაჟი მუშაობ ერთი, ორი ეკიპაჟი აი თუ ხარ და თქვა ჩემ შემთხვევაში რომ მუშაობდი მეუღლესთან ერთად, ან ძმები ხართ ან რაღაცა, ეხლა ვისაც ვიძახი იმის, იმიტომ ვიძახი რომ ძმაც ყავს მას. აი ძმებს თავისუფლად შეუძლია წამოვიდნენ ორივე, მაგრამ იმუშაონ და სახლს დახურავენ კი არა, რავი სახლსაც იყიდიან 2 წელიწადში, ხო რაღაცა ნუ სესხით, მაგრამ იყიდიან ყოველ შემთხვევაში. და იმ სახლს დახურავენ კიდე ზემოდან. ეხლა მაინც ორივე ერთად არიან, ერთ სახლში ცხოვრობენ და ვინ რასაც შეულობს, მაინც ერთ სახლში შედის და ხო არ ჯობია რომ ორი ადამიანის ხელფასი წავინე 5000 ევრო თვეში კი ბატონო წადი წამოდი მოდი გამოვაკლოთ და 4000-ის უთავრო ვთქვა. აი 4000 ევროთი რამდენი თვე დაჭირდებათ რომ მაგათმა ის სახლი გადახურონ და რაღაცა სხვა რაღაცა გააკეთონ კიდე. ხო ანუ 3 წელი ფაქტია რომ დაიკარგათო. აი 3 წელი დაიკარგა ფაქტია და ადამიანები ვიცი მე კიდე მყავს ერთი მეგობარი რომელიც მსგავს რაღაცეებში 3 წელი კი არა 7 და 8 და 10 წელი აქვს დაკარგული. რა მე მგონი ადრეს გითხარით მეგობრებო, მაგრამ ხო გეუბნებით არავინ არ ვიცით ხვალდაზე ეგ რამხელა, ანუ ჩვენი ცხოვრება როდის დასრულდება ეგ არავინ არ იცის რა და აი სასაფლაოზე რომ მიხვიდეთ და ეხლა რომ გააღვიძოთ ვიღაც და რო უთხრათ აი იცოდი რომ დღეს მოგდებოდიო, ყველა გეტყვით არა არ მეგონაო რომ დღეს მოგდებოდიო. არავინ არ იცის რა ეგ. ხო და ეს 7 და 8 და 10 წელი და თუნდაც 3 წელი ოცა ახალგაზრდა ხარ ეხა ის 3 წელი უკვე ბევრია რა. ანუ აღარ არის რა ეს დასახარჯით რომ ანუ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ რაღაცას რომ რაღაცა სწავლი მოხდება. აი რამდენი ხანი უნდა ველოდოთ. არიან სხვები მეგობრებო, ვინც გასწავლიან როგორ გამოიმუშაოთ თვეში $5000, $10000, $100000 და ასე შემდეგ. მე სამწუხაროდ არ ვიცი და ვერ გადმოგცემთ მაგას. მე რაც ვიცი, ეგ არის რომ 2500 ევრო რამდენად რეალურია და რამდენად შესაძლებელია და ჩემთვის პირადად ადვილია, რა ვიცი, მე რაც მიმუშავია და რა სამსახურებიც მქონია. დაწყებული 198 ლარიდან 2000 ლარზეც ვერ ავედი საბოლოო ჯამში. ბოლოს მუშაობდი რაღაც სამსახურში, რაღაც მქონდა მაქსიმუმი ჩემი ხელფასი იყო 1600 ლარი და პლუს პროცენტები იყო კიდე რაღაცეები, მაგრამ იმ პროცენტებს თავის პირობები ქონდა და იმ პროცენტებს აღებამდე ვერც მივედი, იმდენად ის იყო, რა ქვია, იმდენად გავიჭედე უკვე ამ ფულებშიც და უკვე სხვა გზა არ იყო და მე იძულებულმა გავყიდე სახლი და დავიწყე ჩემი ბიზნესი და რაღაცეები. მოკლედ და ამოვისუნთქე მაგ დროს. მაგრამ მე 1000 რამე მოხდა, ხო, მაგალითად ახალი წლის წინა პერიოდში რაღაც კანონი გამოუშვეს, რომელმაც პირდაპირ ჩემ ბიზნესს ეს ჩაკუჭით ჩაარტყა და დალეწა რა მოკლედ. მე კორონა მოხდა, კორონას დროს კიდე რაღაც ავარიაში მოვყევი და ნუ
ავარიაში ხა რა მნიშვნელობა აქვს აქაც მოყვები ადამიანი ღმერთმა ყველა ჯვარის წერია მაგრამ ანუ უბრალოდ რაღაცები მიყვა და ამ კორონამ ხო მეძდა ბევრიც გაწყვიტა წელში ანუ იმის თქმა მინდა რომ რაღაცა კანონი გამოვიდა დამარტყა ჯიბეზე რაღაცა ომი მოხდა სადღაც და იქ დოლარმა აიწია და იქ რაღაცა დოლარის გამო რაღაცა ვიზარალეს ცოტა და ანუ სულ ყველაფერი შენ გიბრძვის რა მოკლედ რა და ამ ხრივ აქ თუ მუშაობ სტაბილურად ხარ ის დოლარის ფეხებზე კიდია საერთოდ კურსი აი ვალუტის კურსი საერთოდ 3 წელია უკვე აღარც ვიცი ვალუტის კურსი რა არის ერთადერთი რა ხან მე ხა აქ მუშაობ ხო უბრალოდ ამ ბოლო 1 წელშიც არა იმიტომ რომ ხა მე ზლოტებში მირიცხავ ხელფას და როცა ამ კომპანიაში არ ვიყავი და იქ თქვენ სადაც დაიწყებთ იქ თქვენთან შეგიძლიათ უთხრათ რომ გინდა ზლოტში აიღოთ ხელფასი გინდა ევროში ხო და ევროში რო ვიღებდი ერთადერთი ევროდან ზლოტში გადამყავდა ხოლმე всё მაგრამ ეს დოლარის კურსი და ლარი და რუბლიც ხანდახან რაღაც ნაწილების გამოწერა მიწევდა ხანდახან კი არა კაი ხანი მიწევდა იმდა რუსეთიდან ეს კურსები და როგა გათვლი რომ აი ეს უნდა დაგიჟდეთ 200 ლარი და მე კურსი ავარდება და ეს გიждდება 300 ლარი ერთი ნაწილი და მე მანქანას 20 ნაწილი ჭირდება სინამდვილეში რომ ააწყო ჩამომყავდა მანქანები ყველაფერი მოკლედ შენ გებრძვის რა მაგის თქმა მინდა რა მოკლედ არ არის ცუდი ვარიანტი რომ ადამიანმა ფული აქ იშოო შედარებით მარტივად ვიმეორებ ჩემთვის ეს მარტივია ყველაფერი ის რაც მიკეთებია საქართველოში მასთან შედარებით იშოვე ფული აქ ჩადი დახარჯე კი ბატონო ვერ იქნები ყოველ დღე სახში მაგრამ თუ კარგად აფიქრდებით ყოველ დღე მაინც არ ვარ ხალხო სახში ხო ასე არის რა ვინც ყოველ დღე სახშია იმის ხელფასი 1000 ლარზე მეტი სავარაუდოდ არ იქნება აი რამდენ რამეში უნდა გეყოთ აი პროსტა დაფიქრდითო მოკლედ რომ ვთქვათ მეგობრებო რა ვიცი ეს სავსებით რეალურია ყველას შეუძლია აგერ ახლა ამ ვიდეოების გადაღება დავიწყე დაახლოებით 10 დღეა და ამ 10 დღეში რამდენჯერ შემხვდა გოგოები მანქანაში და 3ჯერ კაცში დავიჭირე კიდევაც ასე რომ ვთქვათ ეხაც გავუკეთე ვიღაც გოგოს ერთი 20 წუთის ნაბგონი გოგოები მუშაობენ თო აი გოგოები მარტო გოგოები მუშაობენ პატარა გოგოები მინახია თო ცოლქმარი მუშაობენ რა ვიცი ძმები მუშაობენ ასაკონები მუშაობენ ახალგა ყველა ტიპი და ყველა რჯულის და ყველა კატეგორიის და ყველა პროფესიის ხალხი მუშაობს და შესაძლებელია ხო ხვდები თუ სადმე ვინმე რამე ხურს მოკრავთ რომ უფრო ადვილი სამუშაოა სადმე და სახშიც ხარ და რაღაცა და 2000 ევროს და 2500 და 3000 ევროს იხდიან რა ვიცი მეც გამაგებინეთ ხალხო მეც დაინტერესებული ვარ მსგავსი ფულის გამომუშავებით უფრო ადვილად რა და რაც ვიცი ეს არის და გადავცემ ყველას რომ არ არის ადვილი მაგრამ არც რთული არაა მოკლედ რა და ანუ ერთი წელი მაინც ხო მომავალი 1-2 წელი ესე უხეშად რო ვთქვათ არ არის ცუდი ვარიანტი რომ ადამიანმა სადო შენი ცხოვრება იქნება მრავალფეროვანი ბევრ ამას გაიგებ კარგსაც გაიგებ ცუდსაც გაიგებ ყველაფერი მაინც გამოცდილება არაც არ უნდა იყოს და 2 წლის მერე შენ ჯიბეში ბევრად მეტი ფული იქნება ბევრად მეტი გამოცდილება გექნება და უფრო ნაცხოვრები გექნება ასე რო ვთქვათ და 2 წლის მერე დაუბრუნდი იმ შენ საწყის წერტილს თუ გინდა ჩემი შევჭამე ის ბავშვი მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ ის ჩემი გაზრდილი ბიჭისა არ იყოს მოკლედ ხო არ ჯობდა ეს 3 წელი წამოსულიყო აქ ყოფილიყო და ამ 3 წლის მერე აი ხა დაბრუნებულიყო საქართველოში და ეხა სადაც არის და აგრძელებს თავის ცხოვრებას ხომ არ ჯობდა რომ 3 წლის წინ მიიღო სხვა გადაწყვეტილება და ეხა ეცხოვრა უკვე გამოცდილებით ევროპას შემოვლილზე რა ვიცი ინგლისის ვიზით სხვა რაღაცების ნანახით 1000 იდეა და ის მოგივა აქ ადამიანს და თუნდაც არაფერი არ გაეკეთებინა უბრალოდ აი ეს ეცხოვრა სხვანაირი ცხოვრებით მრავალფეროვანი და უფრო საინტერესო ცხოვრებით ვიდრე სახში ყოფნით და ეხა დაბრუნებოდა იმ თავის საწყის წერტილს 3 წელში ეხა რაც არ უნდა მაგას ეხარჯა და ფლანგველი ყოფილიყო მინიმუმ იმ სახს დახურავდა მაინც ხო ანუ მინიმუმ ერთი შედეგი იქნებოდა მაინც ხო მაგრამ ფაქტია რომ შედეგი არის აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლა საერთოდ სავარაუდოდ უარესობისკენ უფრო იქნება წასული იმიტომ რომ რაც იყო ის თქვა ზაბორი და რაღაცა ქონა გასაკეთებელი კერძო სახლია ის ზაბორი თუ ასე იყო წაიქცეოდა კიდევაც და აი ნახეთ რამხელა ფრთებია მეგობრებო ეხა ეს შეხედეთ აი პროსტა შეხედეთ რამხელა აი ნახე ერთი ფრთა იმის აი მანქანა ნახეთ რამხელა აი შეხედეთ პროსტა მანქანა რამხელა და ფრთა რამხელა ანუ ეს არის დაახლოებით 3.5 ტრაილერის სიგრძე რასაც ეხა ესენი მიათრევენ ეხა თქვენი აზრით ამათაც 2500 და 3000 ევრო იქნებათ ხელფასი მე არ ამგონია რომ აგენი 2500 ევროზე მუშაობდნენ ეხა
და მე პირადად მევასება ეგეთ რამე. ახლა მაგას სიამოვნებით ვაცრევდი. ყველა კვირა ან ორ კვირაში ერთხელ რო ვიყო სახში და თან ერთი 3.5-4-მდე რომ მქონდეს ხელფასი, მევასება ეგეთ რამეები რა და ვატარებდი ეგეთ რაღაცებს სიამოვნებით, მაგრამ ენა თუ არ იცი და გამოცდილება არ აქვს, თან იმ არაგაბარიტულებს და პლუს მაგის ტარების უფლება და რაღაცეები, პლუს ევროპის პასპორტი და მოქალაქე ან რაღაცა, ნუ მან არ ამგონია რომ ესე დაიწყო მუშაობა. და მოკლედ ხო არ ჯობდა თქო მაგას ვიძახი რომ 3 წელი ამბავს აქ ემუშავა. სავარაუდოდ სახსაც დახურავდა, ზაბორსაც გააკეთებდა, ოჯახსაც უფრო კარგად შეინახავდა. მანქანასაც იყიდა დიდი ალბათობით, ანუ ამ 4-5 რაღაცას მაინც იზავდა ყველა ვარიანტში, იმიტომ მაგას ეხა რაც უნდა, მაგას 100,000 დოლარიანი მანქანის მოთხოვნა არა აქვს რა და არც იმ სახლის დახურვა სჭირდება კიდე 20,000 და 30,000. ან რაღაც 3-4,000 დოლარი სახლის დახურვას უნდა, რაღაც 8-9,000 დოლარი მანქანის ყიდვას. ზაბორსაც რა ვიცი 1-2,000 დოლარი ალბათ და მოკლედ 3 წელში რო გადაიყვანოთ გამოვიდოდა ყველა ვარიანტში. პლუს ქვეყანა ევროპა ექნებოდა შემოვლილი. შეიძლება ვინმე კაი გოგოც ენახა, იგივე ქართველის თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენ შეხვედრია მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს ესპანეთში შეხვდა ერთი გოგო, კაგრას მაგის ასაკის გოგო იყო. ახალ ადამიანებს გაიცნობდა, ნუ ამრავი რაღაცა რა. შეიძლება ვერ გამოიყენებინა ეს ვერაფერი, მაგრამ გამოცდილება მაინც გამოცდილებაა ხალხო, ხვდებით რომ დღეს ვერ გამოიყენებ, მაგრამ არავინ არ იცის ეს გამოცდილება შენ როდის დაგჭირდება, გამოცდილება აი ესე რაღაცა ნივთივითაა შემოდევი და დაგჭირდა მოკიდე ხელი აიღე. არავინ არ იცის ამ სხვადასხვა გამოცდილებას ხვალდაზე რამდენად აქცევს ადამიანი ფულად, ჯანმრთელობად და რაღაც ბედნიერებად, არავინ არ იცის მაგი და გამოცდილი ადამიანი ვაფშე რაფერი რო არ იცის იმან, არაფერი არ ქონია გამოცდილება, ის იმას რა შანსები აქვს ეხა ხო იმასთან შედარებით ვის გამოცდილია. გამართლება და რა ბევრ ამეზეა დამოკიდებული კი ბატონო გავიგეთ, მაგრამ ნუ მაინც შანსი რო აიღოთ გამოცდილ ადამიანს ყველა სფეროში რო ყოფილა და ყველა სფეროში რაღაც ჩახედული როა უფრო მეტად გაერკვევა ცხოვრებისეულ პრობლემებში თუ საერთოდ არაფერი რო არ ქონია და სახში როდის და თქვა უყურებს იმ ზაბორს როდის წაიქცევა ბოლომდე ან როდის რაღაც სასწაული მოხდება რომ გააკეთოს. ნუ აი ამას ვიზახი რა. საქართველოსთან ყველა რო წამოვიდეს კი ბატონო მაგას არც მე არ ვეთანხმები და სიმართლე გითხრათ ყველას გვაშოვინოს მილიონები და დარწმუნებული ვარ 99% მაინც საქართველოში წავა და მან გააგრძელებს ცხოვრებას. იმიტომ რომ შენ აქ რაც არ უნდა ფული იშოვო და რაც არ უნდა ცხოვრება აიწყო ხო იშვიათად ძალიან რაღაცნაირად მაინც ვერ გზნობ რა თავს ისე რა, აი მაინც ვერ გზნობ თავს ისე, მაინც დაგაკლდება, ანუ სრულყოფილად მაინც ვერ ხარ, რაღაცები ყოველთვის გაკლია რა და ეხლა მდიდარი იყო და არაფერი არ ქონდეს და ყველაფერი გაკლდეს, იგივეა რომ ღარიბი იყო და ყველაფერი გაკლდეს ფულის მხრივ რომ ყველგან ყველაფერს ფული გაკლდებოდეს. რაღაც აი ესეთ უხეშედარებას გავაკეთებდი რა. ასე რომ მეგობრებო ამ ჩემი საუბრიდან რა ვიცი ვიღაცეები ალბათ რაღაცეებს პარალელებს გაავლებდით თქვენ ცხოვრებაზეც და ერთ რამეს ვიძახი ყოველთვის რა რომ თუ რამეს არ შეცვლით მეგობრებო ხო ბუნებრივი არაფერი არ შეიცვლება სასწაულის ლოდინში ეს წლები როგორც გავიდა დიდი ალბათობით ეგრეც გავა იმედია ყველას გაგიმართლებთ კი ბატონო მაგრამ ამ გამართლების ლოდინს ხომ არ ჯობია ჩვენ თორ რამე ვქნათ. პერსპექტივის მხრივ და ხვალინდელი დღის და იმას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აი რა მაგალითების მოგიყვანეთ, რომ დრო უატყვილა არ დავკარგოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფულსაც ვიშოვით, ხალხო და ჯანმრთელობასაც ვიშოვით, ყველაფერს ვიშოვით, საქმეს რომ მიდგეს, მაგრამ აი ამ დროს ვერაფრით ვერ ვიშოვით, არავინ დროს არ იყიდება ეს დრო, არსად რო ვიღაცა მოვყიდოს, ხვდებით? ხო, და ეს დრო ტყვილ-ტყვილა რო გადის, ხო არ ჯობია, რომ თუნდაც ყველამ ტრაილერზე არ წამოვიდეს რაღაც ქარხანაში წავიდეს იმუშაოს ეხა სოფლიდან ჩემი სოფლიდან არიან მაგალითად ჩემი ნაცავიც არიან იგივე ცოლქმარი წამოვიდნენ და რაღაც ქარხანაში მუშაობენ რა ხო და ეხა სოფელში რა აქვს ეხა ადამიანს ხო ის 1000 ლარიანი ხელფასები სოფელში საერთოდ არის კია ეგეც არ ამგონია სად იქნება ხო და სოფელში ეხა რომ ზიან და რაღაცა ეხა მაგათი ორი კაცი 1000 ევრო აქვს დაახლოებით ან 800 900 1000 ევრო ესე აქვს ნუ უკვე სოფლის კვალობაზე რაღაცა დაეტყოთ მათაც კი ხვდებით? ანუ მოკლედ იქ ჯდომას და უბრალოდ ესე ლოდინს ჯობია თუნდაც იმ 1000 ევრიან ქარხანაში წახვიდეთ, ფული გამოიმუშაოთ, ჩახვიდეთ საქართველოში, დახარჯოთ. და თქვენ შვილებს თუ
შვილიშვილებს თუ ვინც ყავთ, უფრო ისე სხვანაირად მიხედოთ, ხო? მაგრამ პირადად ჩემთვის ამ ქარხანაში სადღაც მუშაობას მაინც თუ უნდა ვიმუშაო, ეს ბევრად მეადვილება, მით უმეტეს როცა 2-2.5-ჯერ მეცი ხდიან. ამიტომ ამას ვიტყვი მეგობრებო, რომ რაც დაგვიკარგავს, მგონი რომ საკმარისია რა და იგივე ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ან მეუღლისთვის, ან დედმამისთვის და ყველაფერს თავი რო დავანებო ჩვენი საკუთარი თავისთვის მაინც რაღაცა უნდა შევცვალოთ და რაღაციდან უამრავი რაღაცის შესვლა შეგიძლიათ, უამრავი რაღაციდან შეგიძლიათ დაიწყოთ და ერთ-ერთ გზას მეგიზიარებთ აგე რა ვიცი. ასე რომ ყველას წარმატებები მეგობრებო, ყველას.